როგორ გააკოტრა ლეგენდარული ლოტუსი ედი ირვინმა. თუ არ იცით ვინ არის ირვინი? 1999 წლის ვიცე-ჩემპიონი, რომლის ანგარიშზეც 158 გრან-პრი, 26 პოდიუმი და 4 გამარჯვებაა. ის იცავდა ჯორდანის, ფერარის და იაგუარის გუნდების ღირსებას. მისი კარიერის გამორჩეული მომენტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ორი. ავარია 1994 წლის ბრაზილიის გრან-პრიზე, როცა უფროსი ვერსტაპენი, მარტინ ბრანდლი და ერიკ ბერნარი ერთად დაამტვრია. ამისთვის 3 რბოლით დისკვალიფიკაცია და $10,000 ჯარიმა მიიღო. და ინციდენტი აირტონ სენასთან თავის სადებიუტო რბოლაში 1993 წლის იაპონიის გრან-პრიზე. წრეზე ჩამორჩენილმა ირვინმა ლიდერ სენას ნამდვილი რბოლა გაუმართა. მართალია ედიმ რბოლაში ერთი ქულა აიღო, მაგრამ რბოლის შემდეგ უკმაყოფილო სენა მის პადოქში გალახა. რაც შეეხება ლეგენდარულ ლოტუსს. გენიალური კონსტრუქტორის კოლინ ჩეპმენის მიერ დაარსებული გუნდი ფორმულა 1-ში 60-იან და 70-იან წლებში დომინირებდა. ამ პერიოდში ლოტუსმა 6 პირადი ჩათვლა და 7 კონსტრუქტორთა თასი მოიგო. ამ უკანასკნელი მაჩვენებლით ლოტუსს 1 ტიტულით მეტი აქვს ვიდრე Red Bulls და 1 ტიტულით ნაკლები ვიდრე Mercedes. ბრიტანული გუნდის ბოლო წარმატებული პერიოდი აირტონ სენას უკავშირდება, როცა ბრაზილიელი სუსტი ბოლიდითაც რბოლების მოგებას ახერხებდა. მაგრამ კოლინ ჩეპმენის გარდაცვალების, ხოლო მოგვიანებით აირტონ სენას, ჰონდას და სატიტულო სპონსორის ქემელის წასვლის შემდეგ გუნდის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ყველაზე რთული დრო ლოტუს 1994 წელს დაუდგა, 0 ქულა ანგარიშზე და 7 სხვადასხვა პილოტი სეზონის განმავლობაში აშკარად მიუთითებდა გუნდში არსებულ კრიზისზე. ლოტუსს ერთი წარმატებული რბოლა მაინც ჭირდებოდა, რომ ჩემპიონატში ქულები აეღო საპრიზო თანხა და დაერწმუნებინა სპონსორები, ინვესტორები და ძრავის მომწოდებელი მუგენ ჰონდა, რომ შანსს კიდევ იმსახურებდნენ. გადამწყვეტი რბოლა ლოტუსისთვის მონცას ავტოდრომზე შედგა, რომლისთვისაც გუნდი სპეციალურად მოემზადა. მათ შექმნეს ახალი დაბალი მოჭიდებისთვის განკუთვნილი აეროდინამიკური პაკეტი და რაც მთავარია მიიღეს მუგენ ჰონდას მძლავრი ვერსია, სპეციალურად მონცას სწრაფი კონფიგურაციის ტრასისთვის. თუმცა ტექნიკური სიახლეები მხოლოდ ჯონი ჰერბერტის ბოლიდს შეეხო, რადგან მარაგში იყო მხოლოდ თითო ერთეული აერო, ახალი ძრავი და ახალი გადაცემათა კოლოფი, რომელიც გაუმჯობესებულ ძრავთან იმუშავებდა. ჰერბერტმა გუნდი არ დააღალატა. კვალიფიკაციაში ჯონიმ დაუჯერებლად მაღალი მეოთხე ადგილი აიღო დეიმონ ჰილის და დევიდ კულხარდის უილიამსებს შორის. ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს რბოლის მოგებაც შეუძლია. ლეგენდარული ლოტუსის 36 წლიანი ისტორია ფორმულა 1-ში რბოლის დაწყებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დასრულდა და დაასრულა იგი ედი ირვინმა. ირლანდიელმა მე-9 პოზიციიდან აიღო ბრწყინვალე სტარტი. პირველ მოსახვევთან ზედმეტად ოპტიმისტურად გვიან დაამოხრუჭა და შეეჯახა ჯონი ჰერბერტს, რომელიც მესამე ადგილისთვის ჰილთან იბრძოდა. მართალია რბოლა გაჩერდა და რესტარტი დაინიშნა, მაგრამ ის ერთადერთი ეგზემპლარი ლოტუსი დაზიანებული აღმოჩნდა. ჰერბერტი სათადარიგო ბოლიდზე გადაждდა. განმეორებითი სტარტი ბოქსებიდან აიღო, მაგრამ რბოლას მალევე გამოეთიშა ტექნიკური მიზეზების გამო. ლოტუსმა დარჩენილ რბოლებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ქულები ვერ აიღო და სეზონის ბოლოს გაკოტრებულად გამოცხადდა. რაც შეეხება ჩვენი ისტორიის გმირებს. ედი ირვინმა კარიერა მალევე ფერარიში გააგრძელა და 1999 წელს შუმახერის ტრამვის შემდეგ ჩემპიონის ტიტულზეც გაიწია, თუმცა ვერ მოიგო. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, ედიმ ფორმულა 1-ისგან ის მიიღო, რაც ყველაზე მეტად უნდოდა: ფული და დროს ტარება. ჯონი ჰერბერტი წინათგზნობამ მონცას მოგების შესახებ არ მოატყუა. უბრალოდ 1 წლის წინ სწრებით გააფრთხილა. ჯონი მონცა 1995 წელს ბენეტონის შემადგენლობაში მოიგო, როცა ყველა ლიდერი რბოლას გამოეთიშა. მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა. თუ გვიყურებთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომენტარების დაწერა. ეს პადოკის ისტორიებია, ჩვენ ფორმულა 1-ზე ვსაუბრობთ დროებით.